მეგატივი დაინტერესდა თუ რა პრობლემები აწუხებთ ქალაქის მაცხოვრებლებს. მიუსაფარი ძაღლების საკითხი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი მუშაობა, ქალაქში ღამის ცხოვრების არარსებობა. ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებას ქუთაისში ისურვებდნენ. ვრცლად იხილეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი. ეგ მოიტანენ და დააწყვენ იმას და აკეთებენ ახლა. იმას რო გააკეთებენ, ეგერ მაინც ფუჭდება, ეგ უხარისხოთაა გაკეთებული, ეს ბაღი არის ფული შეიჭამა. ვინც იცის და ვინც არის ის ყველა მიხვდება, რომ ფული შეიჭამა. არა გაკეთებული. უხარისხოთაა, ყველაფერი უხარისხოთაა. ტრანსპორტირების პრობლემა რა არის, იცით? ეს ლურჯი ავტობუსები, ვინც იყიდა, იმას უნდა დააჭრა ხელები. რომ ეს ავტობუსები შემეიყვანა. არ ვარგა 3 წელიწადია რა და უკვე აღარ ვარგა. პოლი ჩანგრეული 13 ავტობუსი მყავსო გარაჟშიო უმოქმედო. ის რო გააკეთო, ისე ძვირიჯდება, რომ ძღოლმა იმაში არ ნახარჯავს ფულს და არ დაჯდება იმ ავტობუსზე. ტუალეტი რო ტუალეტია, იგი ვერ გაარემონტა, გონია ახლა გაურემონტებია. უცხოელები დადიან და კითხულობენ, ტუალეტი სადაო? საშვარზე იყო. ხო და უნდა ყურადღება რა. აიში ძირითადად game space-ით თუ გავერთობით ხოლმე და ჩემი აზრით skate park-ი ჭირდება ქუთაისს. რომ ხალხი შეიკრიბოს. თავის სკეიტბორდებით, რაღაცა იკატაოს ველოსიპედებით და ერთმანეთსაც კარგად გაიცნობენ და ერთმანეთშიც გაერთობიან და პარკები ჭირდება ქუთაისს. სპორტი ნიკიაზეა დასამატებელი 19 ნომერი, იმიტომ რომ ძალიან იჭედება ხალხი ბევრი ცხოვრობს ნიკიაზე და არ გყოფნის სულ გადაჭედილი არ და გასართობს კიდე დავამატებდი კლუბებს. ქუთაისში ცოტა ვერაა კლუბური, ანუ ღამის ცხოვრება არაა მოხდილი და დავამატებდი მაგას. ნუ დღეს ვერ არის. მაგრამ კლუბები უფრო ღამეა. ტენილი მოდის ვერ შევედი ვერც 100 ნომერში და მუნიციპალური სიმაზე საერთოდ საუბარი არა ვერ შეხვალ 4 ნომერში, იმას ძალიან ცუდად. ვერ შეხვალ ტრანსპორტში ეს ფაქტია. განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეები თუ არ დადაგებია იმ პერიოდში კიდე უფრო და ბავშვები როცა არის უნდა დაამატონ ტრანსპორტი, ხო? ვერ შეხვალ ქურდობაა საშინელი. შეხვალ და აი ვერ შევედი ვერც 4 ნომერში, ვერც 100 ნომერში. ვერ შევედი ველოდები, ახლა ავტობუსი მედია შევა. რამდენი ხანია გაჭირდა? 9 საათია. ქალაქის მერიამ უნდა იზრუნოს მე რა შემიძლია. გარშო გამოვიდა თავის ხალხი. და ზაღლებს რომ თელკო და გავსებული. ხალხს და ზაღლები უთხარ. ზეგი დაშია, კაცერ მოკვარდაკია. აი ესაა თავა. გაგდება კი არ უნდა, მიხედვა უნდა. როგორ წარმოგიდგენთ? რომ ხალხი ხალხს კარგია. უპაძრო ბავშვები მას უხედავენ. ბავშვი უკეთესია თუ ზაღლი. ახლა ის გამსაჭრელია. რომელი უკეთესი პირი იმაში არის. როშ ბავშვები შევშლებენ, ათხომაც არიან. და რას ხებულო რა ჩანა არის. და იხოცება ბავშვები. და ზაღლი უპირატესად ანიჭებს ვიზა ადამიანს. ზაღლი უნდა იყოს ადამიანთან და თუ ადამიანი არ უნდა იყოს ზაღთან. და ბევრი ცოტა ილაპარაკა ბევრი მუშაობა. ქუთაისში ამ ეტაპზე რასაც ვხედავ წარსულთან შედარებით რომ დავიწყოთ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული ძალიან რთული სათქმელია ხა რაც სააკაშვილების კლერმა გააფუჭა, მაგრამ ამ ეტაპისათვის დღეს შეიძლება თამამად ვთქვა, რომ დღეს შეიძლება მომავალმა თაობამ სამსახური არ ეძიოს. მომავალმა თაობამ სანამ დასაქმდება პროფესიული სასწავლებლები უფასო არის, უმაღლესი სასწავლებლები უფასო არის, შემდგომ ამისა აღებული დიპლომებით თუ სერტიფიკატებით სულ მცირე თუ კი ის იქნება მოდევებული 100%-ით 100 ლარიანი ხელფასი დღეში არ ამგონია რომ მისთვის პრობლემა იყოს. თბილისი შენდება, ბათუმი შენდება, დიდი ინვესტიციები კეთდება, კი მართალია ქუთაისში ამ ეტაპზე ცოტა რაღაცეები დაყოვნებით კეთდება, მაგრამ
ვიმედოვნებდი რომ კიდე უფრო გაკეთდებოდა მაგალითად ასევე დავამატებდა ძალიან დიდი გულის ტკივილია ჩემთვის წყალტუბოდა ამასაც მიხედავენ ალბათ ყველაფერს თავისი დრო ჭირდება ამ ეტაპზე რომ თქვა და დავაკვირდი მშობლებიც კი ვერ ახერხებენ უცებ საკუთარი შვილების მობილიზებას ისე რომ პირდაპირ გამორჩეულ კანდიდატურებას წარმოადგენდნენ და დააჯილონ მაგალითად და დავზენ ამას რომ ყველა ჭკვიანი ბიზნესმენი თავის შვილს ნოლიდან დააწყებიებს ალბათ და მართლაც რომ ნოლიდან შენდება დღეს და კიდევ უფრო წინ მიდის იმასთან შედარებით რაც მე ვნახებ სიბნელე ქუთაისში სიცივე გატეხილი სკოლის ფანჯრები არა სითფო დღეს ეს ყველაფერი არის მაგრამ ხელოვნურმა ინტელექტუალს ბევრი რამე ჩაანაცვლა რო შევხედოთ მაგრამ ასე თუ ისე ადამიანები უნდა იყვნენ მონდომებულები დაჟე დავძენ რომ გოგოები უფრო მონდომებულები უნდა იყვნენ ვიდრე ბიჭების სწავლაში რაც დღეს უკვე არ ჩანს მაგრამ მე დღეს სტუდენტი ვარ არაერთხელ ჩავაბარებ სწავლობ და კვალიფიკაციას ვიმაღლებ შეიძლება ხელფასი და რაღაცების სისტემა შემცირდეს ხელფასის ხრი მაგრამ შეუძლია ადამიანს კვალიფიკაცია აიმაღლოს და მაღალი ხელფასი ჰქონდეს საკუთარი ბიზნესის შექმნას არ ვიცი საზღვარგარეთაც ვნახე სიტუაცია და სისტემა მაგრამ ძალიან აქაური მაცხოვრებლისთვის იქ მორგება ზამთრულია თუ 9 მილიონი არ გიდებ ჟიბეში